და ფულს მაძლევდაო, ეს მიდიოდა და პერაშკს იყიდდა, მის საძმაკაცოში დაждდებოდა, ანკეს იყიდნენ და ხო იცი რიონი როგორი ამღვრეული ანკესი თევს ვერავის ვერ დაიჭერ, იქ ატარებდნენ დროს. და მამა რო არ აყავს ახლა თქვა რომ მივალ მის ზმაკასთან და მოვიდა ჩემთან. და თუ არის 25 წელია მარტო ამ ერთ ადამიანს ვენდობი ჩემს ნებისმიერ ავტომობილს. არის მაგარი ძღოლი და მათე რო დაიბადა, იმის შემდეგ მათესთან ძმაკაცობს, ერთად დადიან და არის განსაკუთრებულად ჩემთან. დათოს ვიმისოდ მე ავტომობილით არსად გადავადგილდები. ეს არის ჩემი ოჯახის წევრი და კარგი კაცი. აქ არის ბატონი ნუკრი ჩხეტია. ნუკრი ჩხეტიას მამა სერგო ჩხეტიაც იყო აჭარის გაის უფროსი, როცა თურქეთის გზა გაიხსნა და პირველი ის თავისი საკუთარი ვოლგით საზღვარზე გადავიდა. სერგო ჩხეტია აჭარაში იყო 20-25 წელი, გაის რო ვეძახოდი ჩვენ ახლა პატრული ქვია, გაის უფროსი. თვითონ ნუკრი იყო სენაკის გაის უფროსი. და ნუკრი და მე ვართ კარგი მეგობრები. ნუკრი არის ჩვენი ბათუმის ცენტრის ხელმძღვანელი და ის მუშაობს უკვე აჭარის ცენტრში დაახლოებით 15 წელიწადია. ახლა ეს 4 ადამიანი მინდა მე დღეს დავასაჩუქრო. და ვინ არიან ეს ჩემი მეგობრები მათი? აი ვინ უნდა ჩაიწეროს სიაში? აი ეს ადამიანი ჩვენ ბევრი ყავს კომპანიაში, მაგრამ ესენი არიან ამდენი წელი კომპანიაში რო იმუშავებს. ერთი რამ იცოდე შენ და შენმა ტოლმა ახალგაზრდებმა. თუ კომპანიაში არ ახარ დაფასებული, არ უნდა იმუშაო. ადამიანები ჩემს კომპანიაში არიან ღირსეულები, დაფასებულები. გასაგებია შენ ახლა შეიძლება გულში ამბობს რომ ბევრმა გიღალატა. მე კი არ მიღალატეს და შენ თავის თავს უღალატეს. როცა ყველაფერს გაუკეთებ ადამიანს და მე გაიქცევა, ხო? და მე შე რო გამართულად გზაზე მიდიხარ და ის რო იქიდან მოდის და რო გნახავს და გადახტება ზაბორზე და გაიქცევა რომ შენ არ დაინახ